დილამშვიდობის მოამბე 9 საათზე პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვით ეხმაურება. მიმართვა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის იბრძოლებს. მისივე თქმით, სიცრუეა თითქოს საქართველოს უკრაინას მასთან დაკავშირებით ახალი მასალები გადასცა. სააკაშვილის განცხადებით 24 ივლისს პეტრო პოროშენკომ იმ კომისიის შემადგენლობაში შეცვალა, რომელმაც მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. პოროშენკომ ზღვარს გადააბიჯა, რაც მისთვის ცუდი შედეგით დასრულდება, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ის ასევე განმარტავს, რომ დევნილი სტატუსის მოპოვებას არ აპირებს. მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და მე დავბრუნდები. ეს უკრაინის საზოგადოებისთვის პირდაპირი სიგნალია. აღარ გაგრძელდება თამაში სახელად დემოკრატია. პოროშენკო საქართველოში ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის შესათანხმებლად ჩავიდა. შეთანხმებისთვის უკრაინელ პოროშენკოს და გაზპრომის უმსხვილეს კერძო აქციონერ რუსული პროექტის ქართულ ოლიგარქ ივანიშვილს შორის. ჩემი გული უკრაინას ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით ჩამოართვეს. მიზეზად მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა. უკრაინის საიმიგრაციო სამსახური განმარტავს, რომ მოქალაქეობის შეწყვეტა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონსტიტუციური ნორმაა. იურისტ დავით ჯანდიერის განცხადებით, ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს უკრაინის სასამართლოში ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, ასევე მოითხოვოს აპატრიდის მოწმობა, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას რიგი ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილდეს. მანამ ვიდრე ის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ის არის უფლებამოსილი, რომ მოითხოვოს შესაბამისი აპატრიდის მოწმობა, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას გადაადგილდეს რიგი ქვეყნის ტერიტორიაზე, მას ექნება შესვლის უფლება, რომელიც ამას უშევს, რიგი ქვეყნის ტერიტორიაზე მას ჩვეულებრივად დაჭირდება სავიზო პროცედურების გავლა. მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტ პოროშენკოსი შეიძლება გასაჩივრდეს უკრაინის სასამართლოში, იმ თვალსაზრისით, რომ ის მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით. მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ეხმაურებიან. ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. გია ბარამიძის თქმით, ამ გზით უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობა შეაჩეროს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, ქართული მხარე კანონის ფარგლებში იმოქმედებს. კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმაც. ის უარყოფს იმ ფაქტს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი. პრეზიდენტების შეხვედრაზე ამ თემის განხილვა არ მომხდარა და ეს არის ერთადერთი რის თქმაც მე შემიძლია დღესდღეთვის. მიხეილ სააკაშვილი ყელში გაეჩხირა იმ ადამიანებს, რომლებიც ახორციელებენ ოლიგარქიულ ინტერესებს, მათ დაინახეს მიხეილ სააკაშვილის ბრძოლის ეფექტიანობა კორუფციის, ოლიგარქიის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ამითი აი ამ უპრეცედენტო აბსოლუტურად უკრაინისთვის გადაწყვეტილებით გადაწყვეტეს მისი თავიდან მოცილება, თუმცა ძალიან მოტყუდნენ, იმიტომ რომ ამით მიხეილ სააკაშვილს ვერ გააჩერებენ. ეს ქმედება ძალიან ჰგავს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში მიმდინარეობს რამდენიმე წელია. და ასევე ძალიან ჰგავს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მათ შორის კონკრეტულად მოქალაქეობის არქონის შესახებ კონვენციის დარღვევას და ეხლა რა თქმა უნდა ალბათ საქართველოს ხელისუფლება შეეცდება რომ გადმოცემული იყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რაც იქნება კიდევ ერთხელ გაგრძელება იმ პოლიტიკური დევნის ძალიან სამწუხაროსო ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ბოლო წლებში ხორციელდება. ეს არის უკრაინული მხარის გადაწყვეტილება, არანაირი შეთანხმებას ადგილი ცხადია არ ქონია. ეს არის უკრაინის შიდა საქმე. მიხეილ სააკაშვილს არ ქონია საქართველოს მოქალაქეობა, საზოგადოებამ კარგად იცის, კონკრეტული მიზეზების გამო მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოერთვა. მის მიმართ ჩვენს ქვეყანაში არის მთელი რიგი სასამართლის საქმეები აღძრული, დევნა დაწყებული და თუ ის გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, ჩვენი ქვეყანა იმოქმედებს ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით. ტელეკომპანია რუსთავიორმა მცირე ხნით მაუწყებლობა შეწყვიტა. მიზეზი ხანძარი იყო, რომელიც დაახლოებით ღამის 12 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ტელეკომპანიის შენობის პირველ სართულზე მდებარე პავილიონს გაუჩნდა, რომელშიც გადაცემების სტუდიების დეკორაციები და სხვა დამხმარე ნივთები ინახება. ხანძარი დიდი მასშტაბის არ ყოფილა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია პავილიონის 40 კვადრატული მეტრის ფართობი, დეკორაციების მცირე ნაწილი და რამდენიმე სკამი. ზარალი ზუსტი
რაოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ტელეკომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები უჩნდებათ, თუმცა კონკრეტულ ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებენ. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები, ასევე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. იწოდა რუსთავი 2-ის დამხმარე სათავსო ეგრეთ წოდებული საწყობი. საწყობი თვითონ ძალიან დიდი ფართობი აქვს, დაახლოებით 400 კვადრატული მეტრია, მაგრამ ხანძრის შედეგად დაიწვა 40 კვადრატამდე. შესასვლელში ზედკარებთან განთავსებული ძველი დეკორაციები, ძველი ავეჯი და დამხმარე ნივთები. ქალის სამი მთავარი პავილიონი და იმ სამი მთავარი პავილიონის ცენტრალურ ნაწილში გაჩნდა ხანძარი. იქ გადის მთავარი კომუნიკაციები, რითაც ეს სტუდიები უკავშირდება საეთეროს, უკავშირდება ცენტრალურ სააპარატოს. კითხვა არსებობს, როგორ შეიძლება გაჩნდეს ხანძარი იმ ზონაში, სადაც სამუშაო საათები იყო დასრულებული და არავინ ადამიანი აღარ იყო. თან რამდენიმე საათის დასრულებული იყო სამუშაო საათები. იმედია, რომ გამოძიება უმოკლეს დროში და სიღრმისეულად გამოიძიებს ამ შემთხვევას. მე არ მინდა ახლა ვერსიებზე საუბარი. დროულად მოხდა, როგორც ხვდებით, ცეცხლის ლოკალიზება, აღმოჩენა კერის და ასე შემდეგ. ამანაც ითამაშა ალბათ, რომ ძალიან დიდზე არ არის გავრცელებული ეს ხანძარი. დეკორაციების ნაწილი არის დაზიანებული, ანუ რამდენიმე გადაცემის, მაგრამ აი მთავარი პოლიტიკური გადაცემების თქვათ სტუდიები მეტნაკლებად დაცული აღმოჩნდა ამ შემთხვევაში და ანუ აი რაც შეეხება საინფორმაციოს და მთავარი პოლიტიკურ ტოქ-შოუებს ამ მიმართულებით პრობლემა წესით არანაირი არ არის. შესაძლოა ვერსიები წარმოადგენა არ მაქვს. სახანძრო და სამაშველო სამსახურებმა დილიდან განაახლეს სამუშაოები წაღვერში არჯევანიძის ტყეში. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი. ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია, თუმცა ცეცხლის გაჩენის საფრთხე მაინც არსებობს. სტიქიის ზონაში 10-მდე მეტყევე და 25 მეხანძრე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით ყველა სამსახური მობილიზებულია და პანიკის საფუძველი არ არსებობს. სამი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გავაში. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. სამი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავებული 2 მგზავრი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესი პარლამენტის ხდომათა დარბაზში დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ერთმანეთს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაუპირისპირდნენ. ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ მას როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირთან გათანაბრებული უფლებები გააჩნია. სესიის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა. სესიაზე დაპირისპირებას შეფასებები უმრავლესობაშიც მოჰყვა. ზაზა გაბუნიას განცხადებით დოლიძის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოყენებული ტერმინოლოგია სამართლიანი არ იყო. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი. თანამდებობისთვის შეუფერებელი. სამწუხაროდ ეს არის ქართული პოლიტიკის შარიკოვი. მაგრამ ჩვენ საზოგადოებას მითითებული აქვს არაერთხელ ნულოვანი ტოლერანტობა მსგავსი დისკურსის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება შესაბამის ადგილს მიუშენს მსგავს გამოთქმებს და ქცევას. სიმართლე გითხრათ, გაცილებით უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა ქალბატონ ანა დოლიძეზე, იმიტომ რომ ეს ტერმინოლოგია, რომელიც მის მიერ არის გამოყენებული, მე ვფიქრობ, არ შეესაბამება იმ გარემოში წარმართულ დისკუსიას, დებატებს, რომელსაც ქვია პარლამენტი. ეს შეფასება არ არის სამართლიანი ქალბატონი ანას მხრიდან, მე მესმის მისი თანაუგრძნობ მთელი 8 საათის განმავლობაში მას მოუწია ფეხზე დგომა, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარმოქმნა, მაგრამ არც თქვათ მათ შორის ფიზიკური დაღლა არ უნდა იცვლებდეს ადამიანს ამ ტიპის განცხადებების გაკეთებას.
პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარეს და ვეტო 94 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაძლიეს. ახალი რეგულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ამოქმედდება. მე ვფიქრობ, თავის ლოგიკა რასაკვირველია ქონდა იმ არგუმენტებსაც, რომელიც წარმოადგინა პრეზიდენტის დივანმა, საპარლამენტო დივანმა, თუმცა ვფიქრობ, რომ არის სწორი ანალიზზე დაფუძნებული არგუმენტები ქონდა უმრავლესობას. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს გამოაქვეყნებს. კვლევა საქართველოს მასშტაბით ივნისის შუა რიცხვებიდან 9 ივლისამდე მიმდინარეობდა. სულ გამოიკითხა 2261 რესპონდენტი. კვლევის პოლიტიკურ ნაწილში გამოყენებული შეკითხვები პოლიტიკური მოვლენების და პოლიტიკური პარტიებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. შეკითხვები ასევე შეეხებოდა თბილისის მერის და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. კითხვა მოსახლეობაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა. ეს კვლევა ჩატარდა, რა თქმა უნდა, არის საქართველოს წარმომადგენლობითი მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისი, დიდი და მცირე ქალაქები, ასევე სოფლები და ეთნიკური უმცირესობები. ჩვენ მეტნაკლებად სტანდარტულ კითხვებს ვიყენებთ ხოლმე, ეს არის ადამიანების დამოკიდებულება, თქვა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი, სხვადასხვა პარტიების მიმართ, ასევე ჩვენ გვაქვს კითხვები, რომელიც შეეხება, თქვა, თბილისის მერის არჩევნებს და ასევე ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, იმიტომ რომ ეს არის წინასაარჩევნო გამოკითხვა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზს აქვეყნებს. დოკუმენტში ასახულია ინფორმაცია უწყების მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ. IDF-ი უწყებას 2016 და 2017 წლებში მიმართა ორგანიზაციის განმარტებით მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ არასრულყოფილი სახით მიაწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით ინფორმაციაში ცდომილება შეინიშნება, რომელიც ერთი და იმავე პერიოდში გაწეულ ისეთ ადმინისტრაციულ ხარჯებს ეხება, როგორიც არის უწყებაში გაცემული პრემიები და დანამატები. საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით კი სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციას გამოთხოვილი ინფორმაცია სრულყოფილი სახით გადაუგზავნა. ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოვიტყოთ 2015 წლის მარტს, თუმცა ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2017 წლის ივნისს. დავამ გაიარა სამივე ინსტანციის სასამართლომ, მას შემდეგ რაც სასამართლო გადაწყვეტილება შევიდა ძალაში, სამინისტრო კვლავაც უარს აუმდა აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე, რის გამოც ჩვენ იცვლებული გავხდით, რომ მიგვიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის. წოდებული ინფორმაციაში ჩვენ აღმოაჩინეთ ცდომილება, ეს ცდომილება ეხება ერთი და იგივე პერიოდზე სხვადასხვა დროს მოწოდებული ინფორმაციას შორის საკმაოდ დიდი სხვაობა. 2015 წლის ინფორმაციაში მაგალითად 2.500.000 ლარი იყო პრემიების და დანამატების ფონდი ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო 2016 წელს სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ანალოგიურ პერიოდში გაცილებით უფრო დიდი 300.000 ლარით მეტი თანხა იყო მოცემული, რაც წარმოადგენს ცდომილებას და რაც საჯარო ინფორმაციის ჯეროვნად წარმოდგენასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს წარმოშობს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი უნგრეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ დოლიძემ შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრის ოფისის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროკავშირის საკითხებში, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან და ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული პროცესები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ანექსიური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის სტაბილურ განვითარებას. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა. არჩილ დევრიშაძე სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და მუქარით ხულიგნობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ადვოკატის მტკიცებით პოლიციელი იმ მოქალაქის პროვოკაციის მსხვერპლია, რომელიც ამტკიცებს, რომ 21 ივლის პოლიციელმა მისი მისამართით გაისროლა. წინა სასამართლოს ხდომა 20 აგვისტოს 12 საათისთვის არის დანიშნული.
რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს სენატში კენჭს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში უყრიან ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ავრცელებს. მისი განცხადებით კანონმდებლებმა დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რაც საშუალებას იძლევა კანონპროექტის დამტკიცების პროცესი გაგრძელდეს. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონი 25 ივლისს დაამტკიცეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოდან რუსეთის ჯარი უნდა გავიდეს და ამერიკამ საქართველოს მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს სენატი დაამტკიცებს, ის ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს. მე არსად მივდივარ, ასე უპასუხა რექს ტილერსონმა კითხვას, რომელიც მას სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. მისივე განცხადებით, ის ამ თანამდებობაზე დარჩება მანამდე, ვიდრე ეს პრეზიდენტს სურს. რექს ტილერსონის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა. ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფო მდივანს დონალდ ტრამპთან უთანხმოება აქვს. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით, ახალი ამბებით მოამბეთ 12 საათზე დაბრუნდება. ნახვამდის.